ეთერში ყურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ერთ საათში უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართება. ირაკლი ყობახიძე ბუდაპეშტში ურდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი ყობახიძე დაესწრება საქართველოს-უნგრეთის მთავრობათა შორისი კომისიის მეორე სხდომას. გაფორმდება შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მანამდე პირისპირ შეხვედრებს მართავენ მთავრობის წევრები. ვიზიტს ქეთი ზანთარაია აშუქებს, ის ბუდაპეშტიდან გვერდება გისმენთ ქეთი. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების პირველი პირისპირ შეხვედრები უკვე გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეხვედრის შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოს მთავრობის წევრებს. ისინი ამბობენ, რომ ამ შეხვედრების დროს, ინდივიდუალური შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა სექტორულ მიმართულებებზე. თუ როგორ უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს ის კავშირები, რომელიც საქართველოს და უნგრეთს აქვს ერთმანეთთან და რამდენად მნიშვნელოვანი არის უწყებებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი მხოლოდ პირისპირ შეხვედრებს არ გულისხმობს. ჩვენ რამდენიმე საათში ველოდებით, რომ უკვე გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ერთობლივი პრესკონფერენცია, თუმცა ვიდრე ორი ქვეყნის ლიდერი მედიის წინაშე წარსდგება, მანამდე გაიმართება საქართველოსა და უნგრეთს შორის მთავრობათა შორისი კომისია, რომელიც ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო ხაზი არის. ეს გაფართოვებული შეხვედრა და სამთავრობათა შორისი კომისია უზრუნველყოფს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობათა შორისი კომისია ეს იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა უნგრეთთან. საქართველოსა და უნგრეთს შორის არის ეს ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ დიალოგს მინისტრების მონაწილეობით. დღეს უნგრეთი მასპინძლობს საქართველოსა და უნგრეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ამ ფორმატს. იცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება და რა თქმა უნდა, ეს ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიმსჯელოთ სწორედ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებურ ქვემდებარეობაში არის უნგრეთის პენტენციური სისტემა, შესაბამისად, ვინაიდან საქართველოში პენტენციური სისტემა არის იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში, ჩვენი შეხვედრა სწორედ შეეხო თანამშრომლობას პენტენციური სისტემაში გამოცდილების უფლებდაცვის თაობაზე. ხაზი გაუსვით გარემოებას, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა პარტიების უფლებების დარღვევას საქართველოს პენტენციურ სისტემაში, რაც მათთვისაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო და ერთგვარი სიურპრიზიც კი იყო. მას მოუწე იმ წარმატებების შესახებ, რაც თქმა პენტენციურმა სისტემამ განიცადა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა რა თქმა უნდა, გაუმჯობესებისათვის ვერ კიდევ არის ბევრი ადგილი და აქედან გამომდინარე ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანია უნგრული გამოცდილება ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი კარგი იდეა და შემოთავაზება მივიღეთ, მათ შორის სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის თუ გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან სასარგებლო და ბევრი კარგის მომტანი იქნება ჩვენი საგამონათლებლო სისტემისთვის. ასევე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოეწონათ ჩვენს მიერ დანერგილი ის სკოლის და მასწავლებლების ისახლის პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც, ასე ვთქვათ, ჩვენ გავუმართეთ. საქართველოს დელეგაციას უნგრეთში პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ირაკლი ყობახიძის ოფიციალური დახვედრის ცერემონია კარმელიტას სასახლეში რამდენიმე საათში უნდა გაიმართოს. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა ბუდაპეშტიდან.
დიდი ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. დიპლომატიური მისია განმარტავს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ ჯერ დასრულებული არ არის და ამ დრომდე არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. საელჩო ასევე წერს, რომ მთავრობას ჯერ არ მოუწევია ევთოოდირის სადამკვირვებლო მისია. პასუხად ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საელჩოს მისი ფუნქციები ერევა და დიპლომატიური უწყების კომპეტენცია არჩევნებზე დაკვირვება და საარჩევნო თემატიკა არ არის. ლიკა ალილიშვილი განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში გისმენთ ლიკა. დიახ, თამარ, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილება გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ მათთვის გაურკვეველია და ამ გაურკვევლობის გამო, როგორც მათ განცხადებაში არის აღნიშნული, უწევთ იმ წინადადებების გაუქმება, საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც უკავშირდებოდა თვითმმართველობის არჩევნებს. განცხადების ბოლოს დიპლომატიური უწყება წერს იმასაც, რომ მზად არიან ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გამართონ. სამწუხაროდ ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. ვწუხართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით მთავრობას ჯერ არ მოუწევია ევთოოდირის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა. დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობების გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ამ განცხადების ფონზე ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში ფუნქციები აქვს არეული და სამწუხარო არის ეს განცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, არც ერთ საგრანტო წინადადებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება მნიშვნელოვანი და სასიკეთო პრობლემა არ შეექმნება დამტკიცებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც ვიხილეთ, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარდის უკან რეალურად ხდება პოლიტიკური აქტივიზმის დაფინანსება საქართველოში და ის რეალურად არაკანონიერი საქმიანობა, რაც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და პოლიტიკის დაფინანსებას ზოგადად საზღვარგარეთიდან. ეს არ არის მიღებული არსად, ეს არ არის ნორმალური არც ერთ ქვეყანაში, როდესაც უცხო ქვეყნები აფინანსებენ სხვა ქვეყნის პოლიტიკას და რა თქმა უნდა ის რეაქცია, რა რეაქციაც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, არის სრულიად ლეგიტიმური და ყველა პარტნიორი ამას უნდა მოეკიდოს გაგებით, პატივისცემით, ვინაიდან ჩვენ უპირისპირდებით არა სამართლიან დამოკიდებულებას და არა წესებზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან ქართული პოლიტიკის დაფინანსებას. დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება. დაახლოებით ამას გავდა ეს განცხადება, რაც სამწუხაროა ბრიტანეთის საელჩოსგან არის წესი, რომელსაც ადგენს ქვეყანა. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენ და თქვენ იცით, რომ მიმდინარე პროცესია. ზუსტად რომ იცი, რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება, რომელიც მიხედვით მიმართავ. და ეხლა და შეგიძლია მივიღო თანხმობა და დღეს ამბობ, რომ აი ეს საშინელება ხდება, ეს არის ძალიან ცუდი რამ, რაც შეუძლია ბრიტანეთის თუ სხვა ნებისმიერ საელჩოს გაკეთოს. ძალიან მალე იქნება შესაბამისი ნორმა უკვე ძალაში შესული და ვიმოქმედოთ საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ერის წარმომადგენელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო. როდესაც იციან, რომ ასეთი თანხმობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კეთილშობილური მიზნებისთვის დაიხარჯება ეს თანხა, წინასწარ რაღაცების პრევენცია ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია, თუმცა დიდადაც არ გვაშფოთებს. საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გრანტების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალური ქსელით დაახლოებით 2 საათის წინ გაავრცელა. მადლობა ლიკა ალილიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
პარლამენტი ახალ ინიციატივაზე მუშაობას იწყებს, რომელიც დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. პროექტის მიხედვით დაზარალებულს, რომელსაც დანაშაულების შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან მისი ანაზღაურება. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კი მსჯავრდებულის ქონებას ყადაღა დაედება. ამავე პროექტით იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ჩამდეს, გასხვისებული ექნება დაზარალებულის ქონება ახლო ნათესავზე ან ნათესავებს ექნებათ დაუსაბუთებელი ქონება, ეს პირები პასუხისგებაში მიეცემიან. ამ თემაზე ჟანა აკოფაშვილი მუშაობს, ის დეტალებს მოგიყვება. ჟანა, გისმენთ. საქართველოს პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იწყებს მუშაობას, რომელიც დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, ქურდობა, ძარცვა, თაღლითობა, გამოძალვა, ნივთის დაზიანება ან განადგურება, დაზარალებულს, რომელსაც ასეთი დანაშაულების შედეგად ექნებათ მიყენებული ქონებრივი ზიანი, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამარტივებული გზით მოითხოვონ ქონების ანაზღაურება მსჯავრდებულისგან ან განრიდებული პირისგან. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ასევე როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაში თუ კი დანაშაულის ჩამდენ პირს, მსჯავრდებულს ან განრიდებულს, რომელმაც ჩაიდინა ქურდობა, გამოძალვა ან თაღლითობა, რომელსაც გადაფორმებული შესაძლოა ჰქონდეს ეს ქონება ოჯახის წევრებზე, მშობლებზე, შვილებზე ან ნათესავზე და მოგვიანებით ამ ადამიანებს დაუდასტურდებათ დაუსაბუთებელი ქონება, ეს პირი მიეცემა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. ეს ინიციატივა უფრო ზუსტად ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულის და დანაშაულების ჩამდენ პირებს. არის გაწერილი კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისაგან ქონების ამოღება, მატერიალური რესურსების ამოღება. ეს თუ ხანგრძლივ და სხვა პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის სამოქალაქო დავას ცალკე, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული. პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. როდესაც ბრალდებული ჩაიდეს ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს, გამარტივდა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, რომელსაც სისხლის სამართლების უზრუნველყოფის მიზნით ესწრება უზრუნველყოფს თავის მხრივ და მეორე, ვიდრე ზიანს არ ანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამისი უზრუნველყოფის საშუალება თავის მხრივ იქნება სამაჯური. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამით პრევენციას ვახდენთ იმ მიდგომის, როდესაც დამნაშავე ამბობს კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ. რომ აი დავждები ახლა მე 2 წელი, 3 წელი, 5 წელი, 7 წელი და ამ თქვათ 1 მილიონს, რომელიც მივაყენე დაუშვათ პირობითად, რა თქმა უნდა, დაზარალებულს, შევირჩენ, ან ჩემ მეგობარზე გავაფორმებ, ან დედაჩემზე, მამაჩემზე, ბიძაშვილზე და ასე შემდეგ და ეს მაინც შემრჩება. ეს იქნება ამ ცვლილებით გამორიცხული. განცხადების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის ლიდერს მედიის წარმომადგენლება დაუსვეს შეკითხვა, იყო თუ არა ამ საკანონმდებლო ინიციატივის ინსპირაცია გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, რომელსაც ასეთ მძიმე დანაშაულებს ედავებიან, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მათ შორის გულისხმობს როგორც გიორგი ბაჩიაშვილის, ასევე სხვა პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ, მათ შორის, ოღონდ. დიახ, მათ შორის, როდესაც ბაჩიაშვილი თუ სხვა ბრალდებულები საუბრობენ და არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, ასეთი ინფორმაციაა თუ გონივრული მოლოდინი, ახლა მე ვერცერთ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ არის ასეთი მოლოდინი მათი მხრიდან, მე ჩავიდე დანაშაულს და ასეთი დანაშაულის შედეგად რამდენიმე წლიანი ციხის მოხდის შემდეგ მე შემრჩება ძალიან დიდი ფული. ერთ-ერთი ინსპირატორი ამ თემისა, დიახ, შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავი მათ შორის, საერთოდ კანონები ასე იცვლება. როდესაც ხედავს კანონმდებელი გამოწვევას, კონკრეტულ кейსებზე დაყრდნობით, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მეორე ადამიანს და ამის შემდეგ შეიძლება მას კონდეს მოლოდინი, რომ მე დავждები ციხეში რამდენიმე წლით და შემდეგ დაუსხლტები მართლ სასწავლებას ისე წავალ და ბედნიერად სადღაც ვიცხოვრებ, ამის საშუალება უნდა მოუსპო და ჩვენ ამის საშუალებას
პოტენციური დამნაშავე ამ შემთხვევაში პოტენციური თანაჩენთან მიმართებაში დანაშაული პრეზუმპციიდან გამომდინარე, როდესაც ის გახდება მსჯავრდებული ან დამნაშავე საბოლოოდ იქნება აღიარებული კონკრეტულ დანაშაულში, ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა მსგავსი ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ასე მარტივად დაუწყდეს სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, ვიდრე დაზარალებულ ზიანს არ ანაზღაურებს. თუმცა აქვე შემიძლია დაგიდაწყვეტოთ, რომ არც მხოლოდ ბაჩიაშვილის სახება, ეს არის ზოგადი მიდგომა ასეთ кейსებთან დაკავშირებით, რომელი кейსებიდან გამომდინარეც კანონმდებელმა რელევანტურად ამ кейსებისა შესაბამისად ადეკვატურად უნდა იმოქმედოს. ახალი ინიციატივა, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების მარტივ რეგულირებას მოახდენს, იურიდიულმა კომიტეტმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა. მადლობა ჟანა აკოფაშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. დღეს ოპოზიცია ბრიუსელში შეხვედრებს იწყებს. ბელგიაში კოალიცია ძლიერი საქართველოს ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები გააგზავნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს ლიდერებს შეხვდებიან. მათივე თქმით, ისინი მუშაობენ, რომ ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციები გამკაცდეს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ბრიუსელში მორიგი ინსტრუქციების მისაღებად დაიბარეს და ისინი ყველანაირად ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. უფრო გავს დაბარებას ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად ბიუროკრატიისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ შემდგომში. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რასაც ჩვენ ხედავთ ოპოზიცია თუ პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან და დიდი ალბათობით ისინი მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც დაგეგმავენ ახლო მომავალში სხვადასხვა ქმედებებს. საქართველოს ხელისუფლება ამას უპირისპირებს საქმეს, რეალურად ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში იყოს შესაძლებლობა სტაბილური განვითარების, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოში იცხოვრონ. ეს არის ის, რასაც უპირისპირებს ოპოზიციის აქტივიზმს საქართველოს ხელისუფლება და ასე გავაგრძელებთ მუშაობას. არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური საკითხი, რომელიც განიხილება ჩვენი ასე ვთქვათ, წარმომადგენლების ვიზიტების დროს, თუნდაც უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა, ეს არის ის ქმედება, რომელიც აისახება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე, ანუ ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებოდით იმ ზომებს, რომელიც იქნებოდა მიმართული კონკრეტულად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიათ ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას. გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს კონსტიტუციური არჩევანი, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი დავიცვათ, ამ არჩევნის განხორციელებისთვის ვიმუშაოთ და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იზოლაციის პირობებში მთლიანი უგულებელყოფილი არ დატოვოს ჩვენი ევროპული გზა. ამიტომ ჩემი კოლეგები ახლა ბრიუსელში არიან იმისთვის, რომ ემუშაონ ბრიუსელში ადგილზე ინსტიტუციებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის რადარებზე. მისანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ხო, თქვენ გახსოვთ, ჯერ კიდევ როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან უკვე აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხი, როდესაც განიხილებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის რამენერად, ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენერად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე. ქართულმა ოცნებამ მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარი შეიტანა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, მიზანი საზოგადოებრივ სივრცეში აგრესიული შეურაცხყოფელი და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული რიტორიკის თავიდან აცილება და ის ეხება იმ შეურაცხყოფელ გამონათქვამებს თუ ღირსების შემლახალ ფრაზებს, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს თემაზე, ის კურიერს უერთდება, შოთა გისმენთ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სარჩელი უნდა იყოს პრევენციული ხასიათის, რადგან ხშირია სოციალურ ქსელში და საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლებას გაცდენილი, ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება, რომელიც ცდება რეალურად ჯანსაღი ოპონირების ფარგლებს. შესაბამისად, მმართველი გუნდის წევრების თქმით, აღნიშნული სარჩელი და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება იქნება პრევენციული ხასიათის და სამომავლოდ გასათვალისწინებელი ყველასათვის, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ უნდა გაცდეს, ასე ვთქვათ, ოპონირება და კრიტიკა და ის არ უნდა გადაიზარდოს შეურაცხყოფასა და დისკრედიტირებაში ამა თუ იმ საჯარო პირის. მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ მსგავსი შინაარსის საქმეები ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისა თუ კრიტიკის კლასს გაზრდის. საჩივარს, რომელიც შევიდა ფრაქციის სახელით, რომელიც ეხება კონკრეტულად სოციალურ ქსელში იმ ბულინგის, ზიზღის და უბრალოდ ენით აუღწერელ სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას, რომლითაც ეს ექსტრემისტული ჯგუფები, ამ უსამშობლოების მიერ დაფინანსებული და მათი პატრონების მიერ დაფინანსებული ჯგუფები თავაზობენ ჩვენ საზოგადოებას, უმნიშვნელოვანესია, რომ კანონმა იკანონოს ჩვენს ქვეყანაში და ყველა ამ ექსტრემისტულმა ჯგუფებმა, ამ უსამშობლოთა გაერთიანება, მათმა პატრონებმა იცოდნენ, რომ რეალურად აქვს სახელმწიფოსთან, ღირსეულად თავმოყარე სახელმწიფოსთან საქმე და ეს მათი ბინძური სცენარები აქ ვერ იმუშავებს. შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას ემიჯნებიან ოპოზიციაში, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის სარჩელი არ უნდა შედიოდეს, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან რეალურად მათი აზრით ეს ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელისუფლებას სხვა უფრო მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, დემოკრატიისთვის საჭირო საქმეების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. კრიტიკულად გაწყობილ ადამიანებს მალე სულ ხო აიგზალებათ, იმიტომ რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ფიზიკურად უსურდებიან, მათთვის ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება არაფერი, მართლა სულთვის უფლება აღარ არის ჯერჯერობით არჩევნების ისიჩება აღარ იყოს, მალე კრიტიკულად გაწყობილი ადამიანები. თანამგრძნობ ყველა ადამიანს საჯარო პირს, იმიტომ რომ მე თვითონ საჯარო პირი ვარ, რომელიც შეიძლება ქუჩაში შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდეს, იმიტომ რომ არ მიმაჩნია სწორად და ცივილიზებულად ეს ფორმა ურთიერთობის. ოღონდ ხო შეიძლება რომ აი ეს კრისტალიზება ასე გავაკეთოთ, რომ აიცი რა მარიამ ლაშხი რო ბავშვებთან ერთად ჭამს, იმას საერთოდ არ უნდა უთხრა. ოღონდ 350 კაც სახიძვლები აქვს რომ დამტვრევი. ამ ადამიანებს ხო შეიძლება რომ იგივენაირად უთხრათ, რომ აგერ ვსჯით იმ ხალხს, ვინც შენეს გაგიკეთა. მმართველი გუნდი ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და მედიის ნაწილს ორმაგი სტანდარტის მოქმედებასა და მიდგომებში ადანაშაულებს ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თითქმის ყოველდღიურად ხდება წახალისება როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების, ისე გარკვეული მედია საშუალებების წევრების მხრიდან სიძულვილის კამპანიის საჯარო მოხელეების მისამართით, რაც აუცილებლად საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ პასუხს, რადგან კანონის ფარგლებში ყველა სახის დანაშაულ საკადრისი პასუხი გაეცეს. სიძულვილის კამპანიას, რომელიც არის სამწუხაროდ დაფინანსებული ქვეყნის ფარგლებს გარედან, უმეტეს შემთხვევაში ერთადერთი მიზანი აქვს, ეს არის საზოგადოების დაყოფა, ეს არის მის პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის დისკომფორტის შექმნა, რომ მან აღარ გააგრძელოს ის პოლიტიკური მწამსი, რითაც ახამდე მოქმედებდა და შესაბამისად ეს არის პირდაპირი სურვილი, რომ პროცესები, რომელიც საზოგადოებაში ვითარდება, ჯანსაღი პროცესები, მას ხელი შეეშალოს. ამიტომაც ეს სიძულვილის კამპანია, რომელიც ამგვარად არის ქართული და არის თავსმოხვეული, მას წერტილი უნდა დაესვას სამართლებრივ სახელმწიფოში მოქმედებს კანონი, ამიტომაც იყო სწორედ უმრავლესობის მხრიდან შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარი. ასეა ყველა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მოქმედებს კანონი, სწორედ კანონის ენით უნდა პასუხი გაეცეს, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადეს. საჩივარი ფრაქცია ქართული ოცნების სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეტანილია საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების კოდექსის 176 მუხლით დაიწყება და სწორედ მას შემდეგ, რაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის მასალებს სასამართლოში გადააგზავნის, უშუალოდ პროცესები წავა იმ საქმეებზე, რომელიც სარჩელში არის დასახელებული. მადლობა, კურიერის პირდაპირ ეთერში შოთა ფალავანდიშვილი იყო.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორგის ხდომა გაიმართა. დღეს მთავარი განსახილველი საკითხები იყო 2008 წლის აგვისტოსო 2009 წელს მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი სისხლის ამბახის საქმე და 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები. დეპუტატების წინაშე კობა კობოლაძე და ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი წარსდგნენ. მქონდა წარდგენილი ბრალი იმაზე, რომ მე მოვახდინე ორგანიზება შეიარაღებული არაფორმალური შემადგენლობის მობილიზების, მქონდა დაგეგმილი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების დაკავების. მოდულის შენობაში, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე ჯოჯოხეთურ ინსტიტუტად ითვლებოდა მოდულის შენობა, იქ რომ მიგიყვანეს, იქ გაიგეთ პირველად სხვებისგან, რომ თურმე რა გაქვთ ჩადენილი. სწორად გავიგე. მერთია მოწამე სიმართლეს ბრძანებთ, იმიტომ რომ არ ვიცოდი. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიალაშვილი გიორგი დაიღუპა, დახვრიტეს, ოთანაძე კობა და ამირიძე ლევანი ფაქტობრივად მოკლეს, დახვრიტეს. ეს იყო ის შემადგენლობა, რომელიც პირველად სამსხვერპლოზე გამოიტანეს უკვე, რომლებიც უნდა დაღუპულიყვნენ. არაფერი არ იყო არც დაუმორჩილებლობის ნიშნების მახასიათებელი და არც ამბოხის ნიშნების მახასიათებელი. უბრალოდ ოფიცრები საუბრობდნენ ერთად, ამათმა შეფუთეს ის, რომ რაღაცა წინააღმდეგობა არის. და სახელმწიფომ ქუდი მოირგო იმის, რომ მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშეს. ჩვენ ემარო საგუშაგო გააკეთეს. იმის მერე ამათმა შემოიწიეს კილომეტრ-ნახევარი, ეს მდინარეც გადმოლახეს და მანამდე ამ ტყით სარგებლოდით სოფელი. შეშა იქიდან გამოგვქონდა. ჯონჯოლზე დავდიოდით, კი ბატონო, პირუტყვი დაგხვანდა. ახლა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ, ყველანაირი აკრძალულია, ერთსა ისიც კი უთხრეს წყებს, რომ რუსმა სალდატმა, რომ 200 მეტრზე არ მომიახუტებოდა თუ გესვლიო. თქვენ თვლით, რომ ეს ტერიტორიები დღეისათვის დაკარგულია. იქ ჩვენ ვერანაირად ვერ შევდივართ. ადრე შედიოდით. პარლამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე აერჩია. ახალ პოსტზე მის კანდიდატურას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე გაბიტაშვილს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოусმინეს. მან კომიტეტის წევრებს საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. თორდა ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვადაზე ადრე პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გადავიდეთ საკითხებზე. ვიღებ ვალდებულებას დავიცვადე კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი. მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთობები. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახური ამზადებს მაღალ პროფესიულ დასკვნებს. დღეს ამ სამსახურის მუშაობა და პროგრესი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფასდება მაღალი შეფასებით. ჩემი სურვილია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტები გახდეს კიდევ უფრო სრულყოფილი და ცხადი. კერძოდ მინდა გავამახვილო განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე, მუნიციპალურ ფინანსებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე. აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის უფრო მეტად გაზრდის უზრუნველსაყოფად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აუდიტორული საქმიანობის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესება. ასევე სამსახურის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვნად მემაჩნია საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების გაძლიერება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მუდმივი უზრუნველყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება გააკეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახოლიძემ, ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს კონკრეტულმა პირებმა დაზიანებები მიიღეს. ამის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გამოკითხვაზე მისული პირი შეუძლოდ გახდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამართალდამცველებმა სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის 2 დღეში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება. ალექსანდრე დარახოლიძე მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით გდანი ნაძალადების
სამმართველოს შენობაში ყოფი აყლ დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან 2 დღეში აყლ სამწუხაროდ გარდაიცვალა. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ პოლიციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. მოუწოდებთ საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებსა და მედია საშუალების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუსლის გამოძიებას ობიექტურობის დადგენაში. თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვია ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს გამოიკვლევენ ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს და გამოკითხავენ პროკურატურის მოწმეებს. უკვე დაიკითხა მერის თანამშრომელი და გამომძიებელი. დაკავებულებიდან 3-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, 5-ს კი მონაწილეობას ედავებიან. დავითის კითხვას გავაგრძელებ. ჩატარებული მაქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, როგორც არის მათ შორის ვიდეოს დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა, დაკავება, პირადი ჩხრეკა. რა ნახეთ, დაინახეთ. ეს მე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს. ვიდეო ფაილში ჩანს რუსთაველის გამზირი, კერძოდ ცისფერი გალერეის და მერიოდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჩანს ბრალდებული მიმინოშვილი, ასევე პოლიციის კორდონი, ჩანს აქციის მონაწილეები, ერთ-ერთი მონაწილე პირი, წარმოდგენილი ბრალდებული მიმინოშვილი, ახორციელებს ქვის გასროლას პოლიციის კორდონის მიმართულებით. ქვების 2 ქვის გასროლას პოლიციის კორდონის მიმართულებით. დათვალიერების ოქროში მითითებულია, რომ ირაკლი მიმინოშვილი სავარაუდოდ სპეცრაზმელების მიმართულებით ისვრის ქვას. სპეცრაზმელები ჩანს ირაკლი მიმინოშვილის კადრში? კი ბატონო. ჩანს? იმ ვიდეოზე თქვენ რაც დაათვალიერეთ? მე მაინტერესებს ანუ თქვენს უფლებამოსილებებში შედის თუ არა ის, რომ მაგალითად ტელეფონი ჭყალებში გაჩხიბოთ, რა შეამოწმოთ ფაილები და ასე შემდეგ. არის რიგი საგამოძიებო მოქმედებები, სადაც შესაძლებელია ვითხოვო ტელეფონის გახსნა. უყურებთ კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვიმოვით. აფხაზეთის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ხავს. უმაღლესმა საბჭომ ნდობა გიორგი ჯინჭარაძეს გამოუცხადა. ჯინჭარაძე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე აკადემიურ სფეროში. ჯინჭარაძემ პოსტზე ლევან გალობლიშვილი შეცვალა. გალობლიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2 ივლისს გააკეთა. ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სისტემაში დიდი ხანი გამოცდილება აქვს მიღებული, შესაბამისად იგივე მრწამსით ვარ დღეს აქ და შევეცდები ძალღონე დრო ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენ დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები, რაც დღეს უდგათ ჩვენ დევნილებს, მაქსიმალურად გადავჭრათ არსებული რესურსების ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი პლენარული სხდომა ჩატარდა ჩვენს უმაღლეს საბჭოში. დავამტკიცეთ აფხაზეთის ახალი მთავრობა, ახალი თავმჯდომარე და მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა ყველა იმ შენიშვნას, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის დეპუტატების მიერ გაცემული, იქნება გათვალისწინებული და მუშაობა წარიმართება სწორედ აი იმ რეკომენდაციების შესაბამისად. ეთნიკურ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს მხარეების ოკუპაციო ხაზთან. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. მთავარი თემებია ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების გათავისუფლება და უკანონო ბორდერიზაცია. საანგარიშო პერიოდში ასეთი 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის ციხეში კი უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი, რა წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო
დაკავების 5 ფაქტი, უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის 7 ფაქტი. დღის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე. მირაბ დვალიშვილი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. რიყის პარკში გულშემატკივრების შემდეგ ის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მის გეგმებზე ისაუბრა. UFC-ის ჩემპიონი თბილისში ამერიკიდან დილით საკუთარ მწვრთნელთან ერთად ჩამოხვრიტდა, საიდანაც პირდაპირ გულშემატკივრებთან შესახვედრა წავიდა. ერთ კვირაში 34 წელს ქართველი მებრძოლი უკვე აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც UFC-ის ღონისძიებას დაესწრება. მირაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს დაიცვა, მან ამერიკელი შონ ომალი დაამარცხა. ჩემთვის თავარი мотиваცია არის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა და ერთი აგურის დადგმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის რა. ასაც ვაკეთებ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რავი, ამერიკაში ჩასვლიდან, თუნდაც პირად საუბრებში თუ სადაც არსი მომეცემოდა, ყველგან ხაზს უსმევდი საქართველოს ჩვენ ქვეყანაზე უსმევდი ხაზს და იმას ვაკეთებ დღეს არაფერი არ შეცვლა არჩევში და რაც ვიყავი 13 წლის წინ უნდა ჩავედი იგივეა ეხლაც. ძალიან გაგვახარა მერაბის ასე ვთქვათ საფირმო და საკულტო ის არის რა ნიშანი ხო და ვიფიქრე რომ მეთქი მეც ვექნებოდა. ვიხარი ამის ყოველი წარმატება და მიულოცავ და უკეთესობას ვისურვებთ. საქართველოს წარმოადგენს როგორც საჭირო, როგორც შეგვეფერება და მაგარი კაცია, იმიტომ ვართ ყველა აქ ოჯახით. ეგეოსის ავიახაზებმა საიუბილეო თარიღი აღნიშნა. Star Alliance-ის წევრი ბერძნული ავიაკომპანია უკვე მე-14 წელია ევროპის საუკეთესო რეგიონული კომპანიის ტიტულს ინარჩუნებს. ეგეოსის ავიახაზები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უახლესი Airbus-ის ტიპის თვითმფრინავებით ოპერირებს. საქართველოში ფრენების დაწყების იუბილესთან დაკავშირებით ავიაკომპანია მომხმარებელს აქციებსაც სთავაზობს. მადლობელი ვარ ეგეოსის ავიახაზების სერვისით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოგზაურობ მათი ავიაკომპანიის საშუალებით და ყოველთვის საუკეთესო ხარისხის სერვისს მთავაზობენ. ეს ავიაკომპანია არის ავიაკომპანია, რომელსაც ვანდობ ჩემს და ჩემი მეუღლის უსაფრთხო მგზავრობას. ეგეოსის ავიაკომპანიის სერვისს უკვე მესამედ ვიყენებ ამ მგზავრობისას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გამოცდილებით ძალიან კომფორტულია. ეს ავიახაზები, ასევე ვიცი რომ არის უსაფრთხო და რაც კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია არის ამავდროულად ბიუჯეტური. 1999 წელს ეგეოს ავიახაზებმა მაისში შეასრულა პირველი რეისი ქალაქ ერაკლიონში. დღეს კი კომპანია 190-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 14 წელია რაც საუკეთესო ევროპის რეგიონალურ კომპანიად სახელდება და 2010 წლიდან არის Star Alliance-ის წევრი. თავისი 26 წლის იუბილეს კი კომპანია უახლესი Airbus-ის Neos ტიპის თვითმფრინავებით შეხვდა. სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.G კურიერი კი გემშვიდობებათ 6-მდე.